გამარჯობა. დღეს ვისაუბრებთ ვენესუელას ამბებზე. მოდი დავიწყოთ იმით, თუ რა ვიცით დაზუსტებით მიმდინარე სიტუაციაზე. სპეცოპერაციის შედეგად მადურო და მისი ცოლი გადმოყვანილი არიან ამერიკაში. სპეცოპერაცია სულ რაღაც რამდენიმე საათი გრძელდებოდა. ამერიკის ჯარებმა დაიწყეს სამხედრო ობიექტებზე პრევენციული თავდასხმებით. დარტყმების მიზანი იყო, რომ ვენესუელას ჯარებს წინააღმდეგობა არ გაეწიათ. 2 საათიანი პრევენციული დარტყმების შემდეგ ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი დელტა გადაისროლეს მადუროს ადგილსამყოფელზე. ბოლო რამდენიმე დღე მას აქტიურად უთვალთვალებდნენ და შესაბამისად ზუსტად იცოდნენ, სად იყო ის. გადმოსხმის შედეგად წინააღმდეგობა შეხვდათ, თუმცა ოპერაცია დასრულდა ზუსტად 30 წუთში. მადურო აიყვანეს ცოლთან ერთად და გადმოიყვანეს ნიუ-იორკში. ის უკვე ბრუკლინის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვენესუელა არ არის მზად, რომ საკუთარი ხელისუფლება ყავდეს. ამიტომ დროებით ქვეყნის მართვაში ამერიკა დაეხმარება. ასევე აღდგება ნავთობის მოპოვება, რომელიც მილიონობით ინვესტიციას მოითხოვს, რადგან ბოლო 40 წელიწადია ნავთობმოპოვების ინდუსტრია ვენესუელაში კატასტროფულ მდგომარეობაშია. ტექნიკა დაძველებულია და მოპოვება არაეფექტიანი. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ ამერიკისგან სხვადასხვა ტიპის აქტიურ მოქმედებებს. ამ დროს კი რუსული პროპაგანდა ძალიან სახიფათო საქმეს შეეჭიდა. ყველა მხრიდან გვესმის, როგორ ადარებენ ერთმანეთს რუსეთ-უკრაინის ომსა და ტრამპის მართლაც რომ სპეცოპერაციას. ყველგან ნახავთ კომენტარებს, რატომ შეუძლიათ ამერიკელებს და რუსებს არა. და ვინ თქვა, რომ არ შეგიძლიათ? თქვენით არ დართეთ საკუთარ თავს ნება და შეიჭერით უკრაინის ტერიტორიაზე. ომი არაა სპეცოპერაციაო, თან სამდღიანიო. შევალთ ახლა, შევცვლით დიქტატორ ზელენსკის და ყველაფერი დაალაგდებაო. იანუკოვიჩი მეორე დღეს მინსკში გადააფრინეთ და უკვე ამზადებდით კიევში დასაბრუნებლად. რაშია სხვაობა? სხვაობა არის შედეგებში. მადურო 24 საათის თავზე ბრუკლინის კაპეზეზეა. თქვენ კი 4 წლის თავზე არ კვებთ, კუპიანსკი აღებული გაქვთ თუ არა. პუტინს ხომ მოსწონთ ძალით რაღაცის დამტკიცება? ხო და ეს ის არაა მერე? ოღონდ ძალა არ გამოიხატება იმაში, თუ რამდენ მილიონ უდანაშაულო ადამიანს დახოცავ და რამდენ მილიონ დოლარს გაფლანგავ. ძალა ფასდება შედეგებით. ხო და ყველაფერი მარტივია. თქვენ რამდენი დანგრეული ქალაქიც გინდათ, იმდენი შეგიძლიათ დაიპყროთ. 100,000-ობით რუსი ჯარისკაცისა და მილიონობით განიავებული დოლარის ხარჯზე. მაგრამ შედეგი სახეზეა. 4 წლის თავზე მინიმუმ 300,000 დაღუპული ჯარისკაცი და დაკარგული 1 ტრილიონი დოლარი. ხო და კიევში ხელისუფლება ცოცხალია, არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ სრულად აღასრულებს თავის მოვალეობებს. თუ გაინტერესებთ როგორია გამარჯვება, მე გეტყვით. აი ასეთია. ტრამპს რომ აქვს ისეთი. ამ ამბავზე გამახსენდა. ფინეთის პრეზიდენტს ძალიან კარგი საახალწლო მიმართვა ჰქონდა და მოდი მოვისმინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. ფინეთის ინტერესები გვავალდებულებს შევხედოთ სამყაროს ისე, როგორც ის არის მოწყობილი და არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები ჩვენს თავთან. ფინეთის დიპლომატია არ ეფუძნება მორალისტობას ან იდენტობის პოლიტიკას. ის ეფუძნება ღირებულებებს, ინტერესებს და ქმედებებს. ვინც ადარებთ ტრამპის სპეცოპერაციას და რუსეთის ომს უკრაინაში, უნდა გახსოვდეთ ერთი ფუნდამენტალური განსხვავება. როდესაც შენ თავს ესხმის სახელმწიფოს, რომელსაც ყავს მის მიერ არჩეული ხელისუფლება და ამ ხელისუფლებას ყავს რეალური მეთაური, რეალური ჯარით, მაშინ კიევის 3 დღეში გადაიქცევა კუპიანსკად 4 წელიწადში. შენ იღებ შედეგად 100,000-ობით დაღუპულ ჯარისკაცს. უსაზღვრო ხარჯებს, საერთაშორისო იზოლაციას და 1000 უბედურებას. ეს ხდება იმიტომ, რომ ასე დროს ხელისუფლებას და მოსახლეობას იცავს საკუთარ თავს. მაშინ კი, როდესაც შენ ამხობ დიქტატორს, დანგრეულ და ჩამოქცეულ ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფოზე მეტად კრიმინალურ კარტელს ჰგავს, მაშინ შენ მას აპატიმრებ როგორც დამნაშავეს, კრიმინალს და აკეთებ იმაზე სწრაფად, სანამ მთელი სამყარო მიხვდება, თუ რა მოხდა საერთოდ. და თან არავინ იბრძვის მის გადასარჩენად. მოდით ახლა გავარკვიოთ, რატომ არ ქონდა მადუროს მიმართ არანაირი სენტიმენტი ვენესუელელ ხალხს და რატომ არ უნდა ქონდეს ჩვენც. ვენესუელაში მსოფლიოში ყველაზე მეტი ნავთობის მარაგია
მთელი ნავთობის 19%. ეს სამჯერ მეტია ვიდრე მაგალითად რუსეთში. წესით ვენესუელა ახლა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს დედამიწის ზურგზე. მაგრამ ჯერ ჩავესის, შემდეგ მადუროს მმართველობამ ვენესუელა უკიდურეს სიღარიბემდე მიიყვანა. ვენესუელა სულ მოსახლეზე საქართველოზე სამჯერ ღარიბია. ნავთობის ამ მოცულობის პირობებშიც კი ვენესუელაში დღეს ბენზინის ყიდვა რთულია. მხოლოდ 2025 წელს ინფლაციამ 250% შეადგინა. შეგახსენებთ, საქართველოში 5%-ია ინფლაცია და ნახეთ ფასები რა დღეშია. რამდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, როდესაც ერთი რულონი ტუალეტის ქაღალდი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე იმავე მოცულობის ბოლივარის კუპიურების დასტა. ბოლივარი ვენესუელური ვალუტაა. ვენესუელა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ფულის დასაბეჭდად არ ეყო ფული. მადუროს ძალაუფლება სრულად დამოკიდებული იყო ძალოვანებზე და სიღარიბეზე. რამე ხო არ გეცნობათ? გარდა 100,000-ობით ძალოვანისა, მადუროს ემსახურებოდა ასევე 10,000-ობით ადამიანისგან შემდგარი ეგრეთ წოდებული არაფორმალური დაჯგუფებები, სახელად კოლექტივიოს. ჩვენებურად რომ თქვათ, ტიტუშკები. ზუსტად ეს ტიტუშკები თვითნებურად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს. ამაში მხოლოდ ცემას, ჟურნალისტებისთვის თავის მოგრეხას და ახალგაზრდების თავში წიხლის ტყმას არ გულისხმობ. საუბარია პირდაპირ ადამიანების მკვლელობაზე. ანუ მადუროს დროს ვენესუელა ჩამოყალიბდა კრიმინალურ ნარკოკარტელად. კარაკასი წლებია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქალაქია. მადუროს მმართველობის დროს პროტესტში მონაწილეობის გამო მოკლულია 300-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში 2,000-ზე მეტი პოლიტპატიმარია და ქვეყანა 8 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ეს არის ფაქტობრივად ყველაზე დიდი მიგრაციული კრიზისი მთელ მსოფლიოში. ისე შედარებისთვის, მადუროს მმართველობის დროს მოსახლეობის 20%-მა დატოვა ქვეყანა. სხვათა შორის, ქართული ოცნების მმართველობის დროს მხოლოდ და მხოლოდ 10-მა. მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზების კეთება უმადური საქმეა და ცალკე იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ არ ვიცით, შეძლებენ თუ არა მადუროს გარეშე დარჩენილი ელიტები კონსოლიდაციას, მაინც ვცადოთ რაღაცების დაშვება. პირველი და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ტრამპი შეძლებს და დაიწყებს ვენესუელის ნავთობის გაყიდვას. ეს გამოიწვევს რევოლუციას ბაზარზე. აქამდე ვენესუელა სანქციების გამო ფაქტობრივად ვერ ყიდიდა თავის ნავთობს. დღევანდელ პირობებში ნავთობის ფასი 50-60 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ წარმოგიდგენიათ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო მარაგების 20%-ის მქონე ქვეყანა შემოვა ბაზარზე. ნავთობის ფასი კატასტროფულად ავარდება. რა თქმა უნდა, ეს არც რამოდენიმე კვირაში და არც რამდენიმე თვეში არ მოხდება. როგორც გითხარით, ვენესუელაში ისეთი მდგომარეობაა ნავთობის მოპოვების კუთხით, რომ მათ აღდგენას და საკითხის დალაგებას რამოდენიმე წელი შეიძლება დასჭირდეს. ვენესუელაში რთულად მოსაპოვებელი ნავთობია და მას მაღალტექნოლოგიური მოპოვება სჭირდება. თუმცა უკვე თავად ეს ფაქტი იქონიებს გავლენას ნავთობის ფასზე, ხოლო მოპოვების დაწყების შემდეგ კი ნავთობის ფასი მკვეთრად დავარდება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჩემს წინა ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, რომ რუსეთს საკუთარ ბიუჯეტში ნავთობის შემოსავლები დათვლილი აქვს იმ პირობით, რომ ფასი იქნება საშუალოდ 60 დოლარი, რაც მიმდინარე ფასსაც კი აღემატება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ პროგნოზის არარეალურობაზე. თუმცა თუ თამაში შემოვა ვენესუელის ნავთობი, რუსეთს კატასტროფულად გაუჭირდება ომის დაფინანსება. მეორეს მხრივ, ასეთი ოპერაცია 21 საუკუნის მსოფლიოში უნიკალურია. ძალიან უსიამოვნო პრეცედენტია ეს ბევრი დიქტატორისთვის და ზოგიერთს მოუწევს ალიასკაზე ვიზიტებზე უარის თქმაც კი. ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმაა პუტინის რეპუტაციაზე. მადურო უკვე მეორე ლიდერია სირიის მერე, რომელშიც რუსეთმა მილიარდობით დოლარი ჩაასხა და ასე ბრძოლის გარეშე დაკარგა. მოკლედ, ამითაც საინტერესოა ეს სპეცოპერაცია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.